2 წლის იყო ლაპარაკით, ვერ ლაპარაკობდა და მე თანდათან დაიწყო ლაპარაკი. მაგრამ ამ პერიოდში უკვე ეტყობოდა, რომ მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული ძალიან. წმენა ხონა უნიკალური. დაიწყო მე ლაპარაკის შემდეგ სიმღერები. თუმცა ის იყო 6 წლის გახდა ლახტი აცხადებდა მიღებას. ეს იყო 91 წელი. მივიყვანეთ ლახტში ძალიან დიდი კონკურსი იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო. და მართლაც თავისი ნიჭით გავიდა იქ და ძალიან მოეწონათ, გაიმარჯვა იმ ბავშვებში და მიიღეს ლახტში. გამოვიყვანე იქიდან და ვერ ისმენებდა დათო ძალიან ნერვიულობდა, ძალიან უნდოდა გიტარაზე დაკვრა, ძალიან უნდოდა მუსიკალურად რომ ემღერა რაღაცა გაეკეთებინა მუსიკაში. სიმღერებს წერდა ამ პერიოდში. ალიკა კილაძე, ჯაზის უნიკალური სპეციალისტი. მან მოკიდა ხელი ამ ბავშვებს და ჩავატარეთ კონკურსი. ჩვენ შევყვეთ ახლა ჯგუფი. მივიდით ჯგუფს და ჩავატარეთ კონკურსი. კონკურსში ძალიან ნიჭიერი ბავშვები მოვიდნენ. ავარჩიეთ იქ ბავშვები და ალიკამ დაიწყო ხელმძღვანელობა და ჩამოყალიბდა ჯგუფი ჰარმონია. სკოლაში 7 წლებში სწავლობდა მუსიკალურ შეძლებში. პირველად დიდი სიხარული დაიწყო სიარული, მაგრამ მე როგორც იცით ბიჭების და გოგოების ამბავი, კასაკში რომ მიდიან აღარ მოწონს მე 7 წლებში სიარული და წინამ გოგოებს სწავლობდი ძალიან არ უნდა ძალათი მიმყავდა, მივიყვანდი დავაჯენდი მასალებთან და ასე ვთქვათ, მე დავამთავრე მაგასთან ერთად ეს 7 წლები რა. მე წელს იყო დათო რომ გულანშაროს ფესტივალი ჩატარდა. მე უნდა გავიდი ამ ფესტივალზე ომეთხადად იყო და მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა მეორე კურსზე იყო. გავიდა ფესტივალზე და გაიმარჯვა პირველი ადგილი დაიკავა იქ ფესტივალზე. მოკლედ იქ მე დაიწყო სიმღერა, სოლო სიმღერები, თვითონ მღეროდა, თვითონ წერდა თავის სიმღერებს. ეხლა კი ჩემთან ერთად სცენაზე გამოვა მიკა კონცერტები იყო, ძირითადად რუსულ ჭუში რკინიგზელების სახლია იქ პლეხანოვზე, ეგრემო, რა ვიცი, სიმღერებს დათო წერდა უფრო. ხო, და ისე სიმღერები ეს რეგეი სტილში იყო. ხო, მაშინ რავი, არც რადიო, არც ტელევიზია, არაფერი და ვერ ფობოდით რა, თორე ესე სერიოზული ესეთი არაფერი არ იყო ამას. სერიოზული ის გეგმები. მოდიოდა, ბლომად მოდიოდა ხალხი, იმიტომ რომ ეს რუსული ჭუზი და რკინიგზელები არის ამდენ 800 ადგილია და 1000 კაცი და ესეთი ისინი იყო. ეს ხო დაახლოებით 7-8 წლის წინ თუ არ ვცდები რა. ვეძებდით მე-5 წევრს. ისე მოხდა რომ ჯგუფში რაღაც ცვლილებები მოხდა, ერთი წავიდა და ჩვენ მაშინ 5 წევრი ვიყავით. და აუცილებელი იყო ჩვენთვის რომ ეს 5 ხმა, 5 ხმიანობა, რაც ჰქონდა პოლიფონია შენარჩუნებული ხო რა. მაშინ ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, თან გაგონილიც ჰქონდა რომ დათოს უნდა ჩვენ ჯგუფში მოსვლა. ჩვენ ანახი ყავდა დათო კონცერტებზე, რუსულ წილში იყო მაშინ გამოსვლები ესეთი კონცერტები იყო. მაშინ ღებოდა ტაიას. $95 წელი იყო, როცა ესე იგი ჩვენი სიმღერა მივიტანეთ ბათუმის ფესტივალზე ჟიურიში. მაშინ იყო 2 სიმღერა. უნდა გამღერა ერთი შენი დაწერილი სიმღერა ბათუმზე და ერთიც ძველი სიმღერის ინტერპრეტაცია ან რემიქსი ან ესეთი. დათომ მოიტანა და ჩონჩხი რასაც ქვია. მე მოხდა ამ სიმღერის კიდევ უფრო ხმებში დამუშავებაც, ტექსტი ცოტა შეიცვალა. მაგრამ ისეთი რამე მოხდა, რომ თვითონ ამ ჟიურიმ დაიწუნა ეს სიმღერა. მახსოვს ფესტივალზე როგორ ვემზადებოდით, აი დიდი ოთახი იყო, ცალ-ცალკე ვდგებოდით ხოლმე კუთხეებში რა. და აი ესე რეპეტიციოდით კედელსპირით კედლისკენ. ესე ვემზადებოდით ხოლმე ამ ფესტივალისთვის. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. და როგორც კი ჩამოვედით, აი მაშინვე გადავიღეთ ამ სიმღერაზე, უბრალოდ ამ დაწუნებულ სიმღერაზე კლიპი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მაშინ.
ჩვენგან მოხდა დათოს წასვლა. ძირითადი თქვათ პირობაც ის იყო მაგისტრის უბრალოდ სურვილი იყო რომ მარტო ემღერა რა თავიდანვე. თორ საკმაო ენერგეტიკაც აქვს, ისეთი ხმაგრძლიერი. მაგით ერთი სიტყვით ყველა მონაცემი აქვს, რაც მომღერალს ჭირდება. მით უმეტესად დათოს თვითონ შეუძლია მუსიკის შექმნა, ტექსტის შექმნაც და ეს თვითონაც დაამტკიცა. მაშინაც პრობლემატურად გადაიტანა ჯგუფმა ფლეშმაც ეს მისი წამოსვლა. თვითონაც ძალიან უჭირდა, მაგრამ მე მაშინ სუფთა საქმეა ინცინადება შევთავაზე. იმ დროს როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ჩვენ ერთად ვახცევდით. ისეთ არნახულ მიღწევებსაც წარმატებებს, რომელზეც ალბათ არც ჩვენთაგანს არც უოცნებია, კი რაღაცას ვფიქრობთ, მაგრამ აი მას რასაც შემდეგ ვუყურებთ, რაც ხდებოდა ჩვენს კონცერტებზე და რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ეს ხდებოდა, ეს ჩვენი მიღწევა იყო და ჩვენი დამსახურება იყო ამაში, რომ აი ალბათ დიდი სიყვარულით კი იყო რაღაც მომენტები, რომ მინდოდა რომ გამოჩენილიყავით რაღაც უფრო მეტად რაღაც. ალბათ ეს ამის გარეშე არ იქნებოდა ეს უფრო პირიქით სტიმულატორი იყო ჯგუფის ეს წარმოდგენების, მაგრამ ერთმანეთის გატანაც არანაკლები იყო და ნუ სიყვარული იყო ამის გარეშე ვერ მიაღწევდა ეს ჯგუფი ამ ხელა წარმატებას. მახსოვს ურთიერთობები იყო, ხან მე და დათო ვიყავით მეგობრები და შალვა და გოგა იყო წინააღმდეგი, ხან პირიქით ყველა ჩემი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ერთი ის იყო რომ დათო არასოდეს მარტო არ რჩებოდა. მას ყოველთვის ხავდა თანამოაზროვნე. გამოჩენილ ადამიანებზე საუბრობენ, რომ აი მას რაღაც თავის თავზე წარმოდგენა აქვს, ეს აქ მეძნელად წარმომიდგენია, ისეთი უბრალო ადამიანია, რომ ვინმე ძალიან უბრალოა რა. ის არასოდეს არ იყო რაღაცა ზედმეტი წარმოდგენა არ ქონდა მას თავის თავზე, არ იყო სნობი, აი რაღაც ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ზოგჯერ ზედმეტადაც რა. 97-98 და ეს 2000 წელი ჩვენ სახეში ერთად გავატარეთ და საზოგადოებამ უფრო გაგვიჩნდა ჩვენ მეც დათო ხუჯაძეც და მაშინ მე ვფიქრობ რომ ორჯერ და 10 ჯერ უფრო მეტად გამოჩნდა დათო ხუჯაძე როგორც მომღერალი და ვოკალისტი. დღესდღეობითაც ის არის ერთ-ერთი მოწინავე. ალბათ მომენატრები კულტურის სამინისტროში იყო მოწვევა საერთაშორისო ფესტივალი კიევში ტარდებოდა სლავიანსკი ბაზარის, რომელიც ჰქონდა რუსტამ ბახტაძეს ეს მოწვევა და იწვევდნენ სოლისტებს იქ მხოლოდ და მხოლოდ. მე მაშინ ვიყავი ქუჩის ბიჭების პროდიუსერი, რაღაცა ბიჭებს როდესაც ვკითხე რომ თუ რომელიმე ჰქონდა სურვილი იქ წასვლის, რატომღაც უარი გითხრეს, ჯერ არა ვართ მაგისთვის მზად და უკვე დათო ხუჯაძესთან ჰქონდა რაღაც გარკვეული ურთიერთობა, საერთო მეგობრები გვყავდა და შევთავაზე ხომ არ წამოვიდოდა ის კონკურსანტად ამ სლავიანსკი ბაზარში. ძალიან ბევრს ფიქრობდით, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად უკრაინელი კომპოზიტორის. ძალიან ბევრს ფიქრობდით რა წაგვეღო, მახსოვს აჩიკო მეფარიძესაც დაუკავშირდი, იმიტომ რომ მას ძველი ჩანაწერები ჰქონდა და დავდიოდი სხვადასხვა სტუდიებში, რომ რაღაც სიმღერა შეგვერჩია და ერთ-ერთი შეკრების დროს ზუსტად აღარ მახსოვს ვინ, მაგრამ არ მახსოვს, მე მგონი გაიხსენა ეს ბაკურმა ეს სიმღერა ჩირნაპრივცი, რაჭა ჩემი სიყვარული, თუ არ ვცდები, იქ იყო ამის მელოდია. იდეალური კონცენტრაციის უნარი და ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში ზუსტად იცის თავის აყვანა რა, ეს არის ყველაზე მთავარი
რაც არტისტს უნდა კონდეს და ამის დასტური იყო კიევში ჩვენ ვიყავით ერთად, როცა დაწავდა სლავიანსკი ბაზარზე და რამოდენიმე მომღერლით წინ გამოვიდა არაჩვეულებრივი ჩინელი გოგო, რომელმაც თითქმის რაღაცა უზარმაზარი ფულები დააგროვა და ძალიან ძნელი იყო მის შემდეგ გამოსვლა რეალურად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგრა აიყვანა თავის ხელში. არც ვიცი ეს როგორ ხდება, მე მაგალითად ზუსტად ვიცი, რომ დავიგნეოდი ბრინჯებით და ნუ აიყვანა თავის ხელში და თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები აჩვენეს. გეჩვიც კი შეეპარათ და ექსპერტზე წაიღეს ეს სიმღერა, ნამდვილად ცოცხალი დამღერი იყო ეს თუ იყო პლუსი და არდებდა ზემოდან. მას საკმაოდ ვინერვიულეთ ამაზე, მაგრამ იყო ეს პრეცედენტი, იქ მოხდა 2 საათი ველოდებოდით ჟიურის, ანუ ექსპერტების პასუხს, ნამდვილად მინუსი იყო ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ იქ ეჭვი იყო, რომ ნუ თუ აი ესეთი ძლიერი ხმა აქვს და ნუ თუ ესე კარგად ღერის ქართველი დათო ხუჯაძე. ეს არის სლავიანსკი ბაზარ, კიევის ფესტივალი. გრან-პრი. ესაც იმას მოყვა. ეს რომელიც ვიყავით, მე-10 ნომერი გამოდიოდი. ეს არის გოლას აზია. ალბათაში ვიყავი გადავსეს. მინდა აღნიშნო, რომ იყო 3 თვის წინ რუსულ MTV-ზე ამის შესახებ საუბარი, რომ იქ იყო არაკომპეტენტური ჟიური, როდესაც იყო აბსოლუტური გრან-პრის ფლობელი იქ, მაგრამ ნუ იქ რაღაცების გამო დათოს გრან-პრი კი არა, არც ერთი საპრიზო ადგილიც კი არ მისცეს. იმიტომ რომ პირველი პრეტენდენტი იყო გრან-პრის. ნუ თუ არა გრან-პრის პირველი ადგილი იყო დათოს და ეს იცოდა ყველა, იმიტომ რომ ჟიურიდანაც გამოგვივიდა ეს ხმა, რომ მიდის იმაზე საუბარი, что грузин из Грузии დავით ხუჯაძე არის ერთ-ერთი კანდიდატი გრან-პრის. მაგრამ მოხდა ისე, რომ არც გრან-პრი მოგცეს, არც პირველი, არც მეორე, არც მესამე დაგვირიგეს ძალიან ბევრი ფანდურები და გამოგვიშვეს. ეს კიდე ჩანგულებზე საუბარი. ბევრი ჩანგულები მომწესო. ეს ერთ-ერთია იქ. ჩემი რომ იღოლამაზო და არა მოგიცილებ კლავზე და არის უდაოდ ნიჭიერი ადამიანი. ეს გამოიხატება არა მარტო სიმღერაში, არამედ გამოიხატება არანჟირების ტექნიკის ფლობაში, ეს გამოიხატება ვერსიების, საკუთარი ინტერპრეტაციის, მოფიქრების უნარში და მე არ ვიცი საზოგადოების პოზიცია ყველას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ჩემი აზრით მისი 2 რემიქსი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია რემიქსების გულისხმობ კინოფილმიდან მიმინო სიმღერას და გულისხმობ ხოხბის ყელივით. სიმღერების ავტორი ძირითადად არის დათო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფესტივალისთვის გაკეთდა აი ეს 2 რემიქსი, რომელსაც დათომ ღერის, მაგრამ რატომღაც ამ სიმღერების შემდეგ დათოს შეარქვეს რემიქსების მეფე, მაგრამ ეს მხოლოდ გაკეთებული იყო ფესტივალისთვის, მაგრამ დათოს იდეაშიც კი არ მოსვლია, რომ ძველი სიმღერა გაეთანა მეტროვები. ძალიან კარგი ხმა აქვს დათოს, ფანტასტიკური იმპროვიზაციის უნარი აქვს. ბავშვობიდან ეტყობა ეს უკვე ან ვარჯიშით გამოუმუშავდა ძალიან ფაქტიურად არ არსებობს არც ერთი თქვა აი რაღაც ნიუანსი მელიზმი რომელიც მაგან ტექნიკურად არ შეასრულოს რა. აღარ დაბლეული ძივი და ვარდა აღარ მართო ვიკრიფები რუთუ აგინახავს ძვიმის ვარდა სლავიანსკი ბაზარის შემდეგ ჩავწერეთ უკვე გამოუშვით ალბომი. ამ ალბომის გამოშვების შემდეგ უკვე რაღაც იდეაში მოგვივიდა, რომ ხომარ მოგვესინჯა, თქვათ, ჩვენი ძალები ისევე რუსეთში
იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა სლავიანსკი ბაზარზე გამოსვლამ დათოს უკრაინაში, ანუ ყველა მეორე ქუჩაში გვაჩერებდა და უკვე იცნობდნენ აი ამ სამ დღეში დათო ხუჯაძეს და ეს იდეა ფაქტიურად წამოვიდა კიევიდან. წამოვიდა ის იდეა, რომ ხომ არ წასულიყო დათო მოსკოვში და ერთობლივად დავჯექით და გადავწყვიტეთ, რომ აი იგივე მას თავის ძალები მოესინჯა იგივე დიდ რუსეთში. რაც მგონია არც ისე წარუმატებლად განხორციელდა, საკმაოდ პოპულარულია დათო უკვე სხვადასხვა წრეებში რუსეთში. მე შემიძლია ხმამაღლა განაცხადო, რომ ის რაც სპორტის სასახლეში მოხდა დათო ხუჯაძის სოლო კონცერტზე, შეიძლება ეს ხმამაღლა ნათქვამად ჩამითვალო მე. დღესდღეობით დათოს ყველანაირი რეკორდი აქვს მოხსნილი სპორტის სასახლის არსებობის მანძილზე, იმიტომ რომ დათო მიგ შეკრიბა დაახლოებით 15000 კაცი. გარიღია და გიტოვებია. მე გამივი თუ შეესტა. მიდიხარ არა მოვარაფერს, ვიცი აღარ იქნები, მარტო ვიქნები. უახლოეს მომავალში გამოვა დათოს CD ვიდეო მასალა იმ კონცერტისა, რომელიც იყო სპორტის სასახლეში, გამოვიდა სინგლი. აი ეს რაც უკვე გაკეთდა, ამაზე ლაპარაკი და საუბარი მე შემიძლია. რაც კეთდება, იმას ჯერ ვერ კეთებთ. გაიჩო მოწი. თამაშის დაუწყია სინთეზატორი და ისე. Давайте что забежим. Ты давайте. Ара, მაგინგა სოლობიზია. დაგასწავლებს, მაგრამ თქვი მეთქი. ატო დაიხეთე კი. თუ იმას კედა, იჩხუბე მეტროსთან. და კოსტუმი სადა არის შემი? კოსტუმი არა. საფუძველი. ოკეი.